ზოგჯერ აი რომ მივდივარ ხოლმე ბატონო ლექსო, აი მე პირადად, აი უცხოეთში როდესაც ვარ, აი თვალზე ცრემლი მადგება, რომ ნამდვილ საქართველოს მე რუსეთში უფრო ვხედავ ვიდრე აქა. აი ხა მე მინდა წარმოგიდგინო თქვენ კადრები ჩემი სტუმრობისა ერთ-ერთ სკოლაში, ვლადიკავკაზში, ქართულ სკოლაში, სადაც აი როგორი აი მართლა გეუბნებით, აი ტირილი მინდოდა აი ისეთ დღეში ჩავარდი, რომ ეს ბავშვები მესამე, მეოთხე კლასელები როგორი ქართულით ლაპარაკობენ და როგორ აი ლექსებს იძახიან. ესენი ამაყობენ აი ეს რუსეთში მცხოვრები ქართველები, ქართველობით და ქართულით ლაპარაკობენ. აქ ჩვენთან სკოლაში მესამე, მეოთხე კლასში გამოჭიმავს ის მასწავლებელი ბავშვი და ინგლისურად ათქმევინებს ლექსს და იტყვის რომ აი ჩემმა ბავშვმა ინგლისური იცის რომ იქ მეტყველებენ ქართულად და ამაყობენ რომ ქართული ლექსები იციან და ჩვენთან ქართული ეგრეხებათ რა. ქართული ეს რა არის? ეს გოიმობა რა. ინგლისურად და ფრანგულად უნდა ილაპარაკო. შეხედეთ აგერ ჩვენ ეს გადაცემის კადრები თქვენ შემოგთავაზეს ვლადიკავკაზიდან მე კიდე მინდა რომ წარმოგიდგინოთ რომ აი სად არის საქართველო მეგობრებო და აი ესეთი ქართველობა სად არის შენარჩუნებული. გამარჯობათ. როგორ ახართ, რა ლამაზები ხართ, როგორი ლამაზები, როგორი კარგები, როგორ ნახეთ შეხედეთ. მე რომელი კლასიდან ახართ? მესამე და მეოთხე აქ. მესამე, მეოთხე. წავიდნენ და იმიტომ. ძალიან ლამაზები ხართ, როგორ ლამაზად გაცვიათ ყველაფერი. ჩვენ ვართ საქართველოსდან, ქართული ტელევიზიიდან, ტელეკომპანია სეზონიდან და მინდა რომ თელმა საქართველოს გნახოთ თქვენ რომ როგორი ლამაზები ხართ და როგორი კარგები. მითხარით თქვენ შესახებს რა, როგორ ახართ, კარგად როგორ სწავლობთ. ძალიან მთხოვეს ბატონო ნიკოლოს ლექსი უნდათ რომ თქვან. კი, კაცო, აბა მაგისთვისა ვარ ლექსებსაც ვათქმევინებ და ყველაფერსაც რა. აი რა ლამაზი გოგო არის. შენი სახელი და გვარი მითხარი? დიანა ჩქარეული. დიანა ჩქანახეთ რა ლამაზი გოგოა, როგორი კარგი ბავშვი არის. დიანა რომელ კლასში ხარ შვილო? მეოთხეში. ნახეთ რა კაი რა ლამაზი ბავშვი არის. და რაღაცა გვინდა გითხრას ხო ლექსი შენ? არწივი ვნახე დაჭრილი. ყვავო ყორნებს ეომებოდა. ეცა და ბეჭავს სადგომა, მაგრამ ვეღარ ადგებოდა. თალხარს მიწაზე მიითრევს. გულის პირს სისხლის ხებოდა. ვა, დედა თქვენ კორნებო, სოდროს ჩამაგდეთ ხელადა, თორემ ნახავდი თქვენ ბუბუს, გაშლოს გაფანტულს ველადა. ნოჩა, ხოჩა, ტაში დაუკრათ, მეგობრებო. ტაში დაუკრათ. ხოჩა, კიდე რა გიდოდა რა მითხარი? კიდე ერთი. მიდი, მითხარი აბა? მე ისეც ქართულს რა უთხრა ისეც ამხანაგს, ვინც ვერ ახერხებს ქართულად, წერას, კითხვას და ლაპარაკს. გაიხარე, რა კარგი ბავშვი. აი, ნახეთ რა მაგარი ბავშვები არის. რიგში დგას, აი ბავშვებს უნდა თქვენი სახელი და მარია კამბოლო. მარია კამბოლო, ხო. აი გითხრა. საქართველოსდან ხარ? საიდან ხარ? გორიდან? ხარი აბა ლექსი აბა რას გეტყვი? შენი ჩახუტება ყველაზე ტკბილი არ მიყვარს როცა ვერ გხედავ დედა შენი გულისკენაც თითქოს ადვილია მინდა მომეფერო დედა დღე და ღამ ფუსფუსებ დღე და ღამ ხარს მიჭე როგორ არიღრები ნეტა შენი გულისკენაც თითქოს ადვილია მინდა მომეფერო დედა ძალიან მაგარი ბავშვებია აი დიდი მადლობა მე მინდა უთხრა ყველას თითეულ პედაგოგს, ქალბატონ მანანას, თქვენი დამსახურება და პედაგოგით რა მინდათ რომ თქვენ მოგწადით თქვენ. თქვენი სახელი და მარი? ნაირა ბაზალი. ნაირა ბაზალი, აი თქვენი დამსახურება. ქალბატონი ნაირა არის ამ კლასის დამრიგებელი და აი გითხარით ესეთი კაი ბავშვები როგორ ჩამოაყალიბეთ აი გიждები როგორი კარგად იციან ეს ლექსები როგორ რაღაცა მეტყველებაც როგორ აქვს გითხარით აი ჩვენი მუშაობით ჩამოვაყალიბეთ დიახ რამდენი ბავშვი ყავთ ისე 10 ბავშვი მყავს ეს ეხა ქართული ენის ის არის არა კლასში არის 10 ბავშვი და ეხა ეს არის ქართულ ენას ასწავლით ხო დიახ ქართულ ენას ასწავლით ქართულ ენას და ლიტერატურას აჰა გასაგებია და აი რო გითხრათ სწავლის პროცესის შესახებ რამდენი საათი როგორ მე ეხა პედაგოგის შვილი ვარ სხვათა შორის და ჩემთვის ახლო არის ეს სკოლა და საათი 3 საათი გვაქვს ერთი ლიტერატურა და 2 ენა გვაქვს ქართული ენის გრამატიკა და აი საათებში და მარტო ქართველები კი არა რო ატყუფმენ სხვა ეთნიკური ჯგუფები სწავლობენ გაძლიერებულ ეთნიკური ჯგუფები სწავლობენ
ვიცით ეს ბავშვები თვითონ აქ ცხოვრობენ თუ აქ ცხოვრობენ და თუ ჩამოსულებიც არიან. ჩამოსულებიც არიან, მაგრამ აქ მაცხოვრებლებიც არიან. აქ რამდენი პედაგოგი ბრძანდებით ისე სკოლაში? 20. 20. ყველა ქართველები ხართ თუ ძირითადად თუ? არა, ყველა ქართველები არა ვართ. რამდენიმე ქართველია და აჰა. სხვა ეროვნებისიანი. ესე სუფთად, ესე ამაზად როგორ აგაქვთ მოვლილი ყველაფერი ძალიან მიგვეს რა. ისე რამდენი სკოლა აქვს ვლადიკაუკაში? 50-მდე. მე მინდა მადლობა გითხრათ ქალბატონო, აი ესეთი ლამაზი ბავშვების აღზრდისათვის და მე მინდა мадლობა გითხრათ ბავშვებო, ესე я хочу поблагодарить вас, наверное, вы все знаете грузинский. Поблагодарить вас, что вы красивые, вот хорошие. Обнимаю, целую вас и я хочу, чтобы вы такие остались. И хочу, чтобы передать привет из Грузии, и вас любят из Грузии и обожают. და ეხა თქვენ წარმოგიდგენიათ ხალხო, რომ აი ჩვენ აი ამ ხალხს, რომლებიც იქ არიან უამრავი ადამიანები, ქართველობა, შედარჩული ქართველობა, იმათ არ ვაძლევთ მოქალაქეობას.